პარტია მემარცხენე ალიანსის ლიდერის კახა ძაგანიას განცხადებით დღეს სრულდება განცხადების შეტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კონკურსში მონაწილეობის თაობაზე. კონკურსი ითვალისწინებს საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრის არჩევას, რის შემდეგაც ნაციონალური მოძრაობა საოლქო საარჩევნო კომისიებში უმრავლესობით იქნება. წარმოდგენილი პარტიის ლიდერის განცხადებით ეს მდგომარეობა საფრთხეს შეუქმნის არჩევნების დემოკრატიულობას. ძაგანია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს მიიღონ ზომები, რომ ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობით არ გავიდეს საარჩევნო კომისიაში. ნაციონალური მოძრაობა საოლქო საარჩევნო კომისიებშიც უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ეს მდგომარეობა საფრთხეს შეუქმნის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას და მეტიც, საერთოდ ეჭვის ქვეშ შეიძლება დადგეს საპრეზიდენტო არჩევნების არსებობა. ეს ყოველივე ხელს აძლევს მიხეილ სააკაშვილს, ნაციონალურ მოძრაობას, ამიტომ მოვუწოდებ ყველას საპრეზიდენტო სერიოზულ კანდიდატს, რა თქმა უნდა, მიიღონ ზომები, ასევე ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია, რომ საქართველოში ჩატარდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სრულყოფილი საპრეზიდენტო არჩევნები.